სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ როგორც ეკლესიის წევრებმა უნდა კარგად გქონდეს გაცნობიერებული, რა თქმა უნდა ისიც თუ რას ნიშნავს ეკლესია და რა თქმა უნდა ისიც თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგებით, რა საშიშროება შეიძლება გვემუქრებოდეს, ასევე ის რომ ეკლესიის წევრობა არ ნიშნავს გარანტიას იმისა, რომ ჩვენ გარანტირებულად უკვე სასუფეველში ვიქნებით მარადისობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში მყოფობა სასუფეველში მყოფობას ნიშნავს. ახლა ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, გაცნობიერებული გქონდეს, იმიტომ რომ როცა ადამიანი ხდება ქრისტიანი, მას თავისუფლება არ ერთმევა, ბუნებრივია აქვს, უნდა რჩუნდება და ეს თავისუფლება შემოქმედებითად თავისუფლების მიხედვით თვითუფლებრივად შემოქმედებითად ცხოვრობს და რწმენის მიერ და ყოველი ახალი გამოცდილების მიერ, რომელსაც მას ღმერთი აძლევს, უფრო მეტი და მეტი პასუხისმგებლობით იტვირთება და შესაბამისად კვლავ მისი თავისუფლებაც უფრო მეტი პასუხისმგებლობას საჭიროებს. იმიტომ რომ მეტი იცის და გვახსოვს წმინდა წერილიდან უფლის სიტყვები, რომ ვინც მეტი იცის და ვერ იცხოვრებს შესაბამისად, მეტად იგვემება, ანუ მეტად მოეთხოვება პასუხი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და თან არ დაგვავიწყდეს ეშმაკის მოქმედება, რომელიც სწორედ იქ იბრძვის, სადაც ადამიანები შეიძლება გადარჩნენ. ამიტომ ის იბრძვის ეკლესიაში, ის იბრძვის ზოგადად ეკლესიაში, ის იბრძვის თითოეულ ადამიანთან, როგორც ღვთის ხატ და მსგავს, როგორც პოტენციურ ღვთის ტაძართან და კაცმა რო თქვას ეკლესიის წევრი, უკვე ნიშნავს, რომ ის უკვე არის ღვთის ტაძარი. ან ეს პროცესი არის ღვთის ტაძრად მისი ჩამოყალიბების. ამიტომ დღევანდელი მიგავი, რომელიც ჩვენ მათეს სახარებაში აღმოვიკითხეთ, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვთ, როგორ დათესეს ხორბალი, რომელიც სახლის პატრონის ბრძანები დათესეს მისმა მსახურებმა და გამოჩნდა, რომ ნაყოფი გამოიღო ამ ნელ-ნელა ამოიწვერა ეს ხორბალი და აი სწორედ მაშინ, როცა ხორბალი ამოიწვერა, მაშინ გამოჩნდა ღვარძლი იგი. და რა თქმა უნდა უკვირთ სახურებს თუ საიდან გაჩნდა ეს ღვარძლი, მათ არ დაუთესიათ, ისინი ამაში არ იყვნენ თანამონაწილენი და გავხსოვთ როგორ პასუხობს ეს ადამიანი, მტერმა კაცმა ყო იგი. შემდეგ უფალი თვითონვე გამალტავს ამ იგავს, რომ ეს მტერი კაცი არის ეშმაკი, ანუ როგორც კი ეკლესია დაიწყო მოღვაწეობა, იმ წამსვე დაიწყო ბრძოლა და ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლები სხვადასხვანაირი იყო, რა თქმა უნდა, მსგავსიც იყო და სხვადასხვანაირიც. იყო პერიოდი, როდესაც ეს ბრძოლა იყო ფიზიკური ბრძოლა, უსასტიკესი, როცა ფიზიკურად ხოცავდნენ ქრისტიანებს და ფიზიკური განადგურების შიშით აიძულებდნენ, რომ ქრისტეზე უარი ეთქვა, მაგრამ ამან ნაყოფი არ გამოიღო. შემდეგ, როდესაც ბიზანტიამ ეკლესია გაანთავისუფლა, მაშინ უკვე წყალებლობების სახემი შეიძინა ამ ბრძოლამ და დაიწყო შიგნიდან განხეთქილება, ანუ ქრისტეს უარყოფას პირდაპირ კი არ თხოვდნენ, მაგრამ ირიბად თხოვდნენ, რომელიც წყალებლობა მაინც ქრისტეს უარყოფაა, რა თქმა უნდა, ოღონ სხვანაირი ფორმით, უფრო დახვეწილად, უფრო მზაკრულად და იყო ესე და მერე ჩვენ მთელი ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვერცეთ დროს ვერ ვნახავთ ეკლესიის ისტორიაში, რომ არ ყოფილიყოს ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანების წინააღმდეგ, ანუ არ ყოფილიყოს ბრძოლა ღვარძლისა ჯეჯილის წინააღმდეგ, ღვარძლისა, რომელსაც ეშმაკი თესავს. და გარდა ამისა, ჩვენ საკუთარი ცხოვრებიდან ვიცით, რომ ვერ ვნახავთ ჩვენი ცხოვრების ვერცეთ დღეს, მე მგონი ვერცეთ წამს, რომ არ გვენახოს ის, რომ ჩვენს გულში როგორ იბრძვის ბოროტის სული, გულის სიტყვებისა და აზრების საშუალებით, ასევე ჩვენი გარეცხოვრების საშუალებით, რომლებიც გვაყენებენ გარკვეული გამოცდის წინაშე და სურთ აი ამ დემონურ სამყაროს სურს, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული უწმინდესი და ერთადერთი გონიერი, რომელშიც ჩვენი თავისუფლება და მოაზროვნება უნდა რეალიზდეს არჩევანი, რომ ჩვენ ქრისტესნი ვართ და ქრისტეს განვუკუთვნებთ საკუთარ თავს, როგორმე ამ არჩევანში ჩაერიოს და შეცდომაში შეგვიყვანოს, გვაცდუნოს და ქრისტეს ნებსით უნებლიეთ, ქრისტეზე უარი გვათქმეინოს. და აი, მე აქ არის ესეთი რამ გახსოვთ, რომ ეს ეკითხებიან ეს მონები, რომ გნებავსა, რათა მოვიდეთ და გამოვარჩიოთ იგი. ანუ დავიწყოთ აღმოფხვრა ღვარძლისა და მოდი ესე ვთქვათ, დავიწყოთ აღმოფხვრა ღვარძლისა ეკლესიიდან და ჩვენ ვიცით, როგორი საცდურია ეს კეთილმოწესე ქრისტიანებისათვის. სულ ვამბობთ, რომ წმინდა წერილის მიხედვით ვიფიქროთ,
და წმინდა წერილით ვიხელმძღვანელოთ. ხო და როდესაც ეუბნება რომ მოდი რა გამოვარჩევთ რა, მოვაცილებთ აქედან, აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთარს, ვიდრე ჟამამდე მკისა და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ და რა უბრძანოთ, შეკრიბეთ პირველად ღვარძლით, შეკრათ ზნეულად და დაიწვას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა. რატომ ვაცადოთ? ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვცდებოდეთ. ვისა საკუთარ ეკლესიას, საკუთარ ტაძარს მივხედოთ და საკუთარ თავში ვეძებოთ ის ღვარძლი, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის სულიერ ცხოვრებაში და აღმოვაჩინოთ იგი, ვიცოდეთ იგი, რომ იგი არსებობს და არ ვიყოთ ბრმები. იმისათვის რომ მეტნაკლებად სწორად ვიცხოვროთ, აი პავლე მოციქული გარკვეულ რჩევებს გვაძლევს დღეს, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის ესე, სახარების შესაბამისად, სამოციქულო იძლევა პრაქტიკულ რჩევებს, ეს არის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, ასეთ რამეს ამბობს პავლე მოციქული, ღვთის ეკლესიას და მოგმართავს პავლე, დიდი პავლე მოგმართავს ღვთის ეკლესიას, ანუ ზოგადად და რა თქმა უნდა კონკრეტულად ჩვენ დღესაც ამ წუთში აქაც გვეუბნება ღვთის ეკლესიას, ანუ ჩვენ ქრისტე იესოში განწმენდილთ. მე ვარ ეკლესიის წევრი, ადამიანი ამბობს. აღსარებელი, მაზიარებელი დავდივარ. მაგრამ ნამდვილი ეკლესიის წევრი, რომელიც ეკლესიად იწოდება როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, არის ის, ვინც ქრისტე იესოში განწმენდილია. რამდენად ვარ ჩვენ განწმენდილები ქრისტე იესოში? რამდენად რას ნიშნავს განწმენდილი? განწმენდილი ნიშნავს, რომ ჩემს გულში არაფერი მყავს გარდა იესო ქრისტეს ისი ჯვარცმულისა, პავლე მოციქულის სიტყვებს გავიმეორებ, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, კვლავ პავლე მოციქული მეუნება და გვახსოვს ამასინათაც გეუნებოდით ის აკასურის სიტყვები, რომ იმისათვის რომ მოხდეს განწმენდა და განწმენდის შესაბამისი ჭვრეტელობა დაიწყოს ჩვენში, ანუ ღმერთის ხედვის უნარი მოგვეცეს, ამას წინ უძღვის ჩვენი სურვილი გვიყვარდეს იესო ქრისტე, რომელიც უნდა ვლინდებოდეს მისი მცნებების აღსრულებაში, ანუ ქრისტეს ერთგულებით ვადასტურებთ და მცნებების აღსრულებით, ზედმიწევნითი აღსრულებით მცნებებისა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვინდა გვიყვარდეს იესო ქრისტე და შესაბამისად, როცა ამ მიმართულებით მივდივართ, მე უკვე ღმერთი გვეხმარება ამ თავარ საქმეში, რომ ჩვენი რწმენა გადაიზრდება ნდობაში, მე სრულ ნდობაში უფლის მიმართ და სრული ნდობა ქრისტესადმი გადაიზრდება ქრისტესადმი სიყვარულში. აი ეს უნდა მოხდეს. როცა ეს ხდება, მაშინ შემიძლია ვთქვა, არაფერი მყავს გულში გარდა იესო ქრისტეს ისი ჯვარცმულისა. და მე კი არ ცოცხლობთ, მე მოდადებო ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, მისით ვარ ცოცხალი. აი როცა ეს მდგომარეობა მოდის, ადამიანი უკვე ხედავს, ის განწმენდილია. და რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება პირდაპირ ეკლესიის სავალდებულოდ. აი როცა ჩვენ ვეზიარებით წმინდაა, რა ითქმება, წმინდათა, ანუ შენ თუ აქეთკენ მიდრეკილი არ ახარ, აქეთკენ მსწრაფი არ ახარ, აქეთკენ არ იყურები, ცხოვრების საზრისად თუ არ გაგიხდია, რომ განიწმინდო და ქრისტე იესოში, მაშინ ზიარებასაც აზრი არ აქვს. და მე გვეუბნება, რომ ადამიანი მოწოდებული ხომ არის დაძახებული, ხო დაგვიძახა და ნახეთ როგორ ამბობს, მოწოდებულ წმინდებს, არა უბრალოდ მოწოდებული წმინდა, ანუ მომიწოდა, მაგრამ წმინდა ვერ გავხდები მხოლოდ ღმერთის მოწოდებით. მომიწოდა და წმინდა ხდება ადამიანი თანამშრომლობით. ამიტომ მოწოდებულ წმინდებს პავლე მოციქული ესე ამბობს, შენ ხარ მოწოდებული წმინდა, მოწოდებული ღვთის განგებებით და წმინდა შენი თანამშრომლობით ღმერთთან. თუ ეს არ იქნა წმინდა არ იქნები და ეს მოწოდებული წმინდა ეს სიტყვები უკვე შენ აღარ გეკუთვნის. ყველასთან ერთად და არა მარტო შენ და ამბობს ესე სიტყვებს ყველასთან ერთად, ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს მოუხმობს ყოველ ადგილას. ანუ შენს გვერდზე ხედავ ადამიანს, რომელიც შენსავით ქრისტეს მოუხმობს. შენ არ იცი ის წმინდაა თუ არა, მოწოდებული არის, იმიტომ რომ შენს გვერდზეა. შენ არ იცი ის წმინდაა თუ არა. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ შენ ხო ხარ მოწოდებული. ეხლა ეცადე რომ წმინდა იყო, ანუ ითანამშრომლო ღმერთთან, ანუ ღვთისნების აღსრულებელი, ღვთისნებების ცხოვრებაში გამტარებელი იყო და შენს გვერდზე რომ ადამიანი დგას, ნუ განიკითხავ, ის გვერდს შენს გვერდზე რომ დგას, ყველასთან ამბობს. ყველასთან, აი ყველანი იესო ქრისტეს სახელს ახსენებენ ეკლესიაში, ესე იგი ის მოწოდებულია, ხოლო წმინდაა თუ არა ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ ჩვენ ესე იგი მივხედავთ ჩემ თავს რომ მომიხმო
და თანამშრომლობ და ხედავ ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს მოუხმო, რომელიც იესო ქრისტეს სახელს ახსენებენ. იმის იქით მე უკვე ვეღარ ხვდები რა ხდება, ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. და გამდიდრდით ქრისტეში, გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ახაც ნახეთ დინამიკისკენ მიმანიშნებს. ხო ხარ მოსული, მაგრამ გამდიდრდე, ყოველივეთი, ანუ ღმერთით გამდიდრება და როცა ყოველივეთი გეუბნება, ამას ხო დასასრული არა აქვს. ამიტომ ჩვენ არასოდეს არ ვჩერდებით. აი სულ მუდამ პავლე მოციქულის ამ ეპისტოლეებში სულ ეს დინამიკაა, საოცარი დინამიკა განვითარების. გამდიდრდით ყოველივეთი და ეს ყოველივე პრაქტიკაში ვლინდება და ამიტომ ამბობს ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით. გესმით? ანუ ესე იგი უნდა შემეცნებითად, შენი სიტყვითაც, სიტყვა რომელიც გულზეა მიბული, ანუ შინაგანი სამყაროთიცაც მუდმივ დინამიკაში უნდა იყო, მუდმივად მდიდრდებოდე. ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. ნახეთ, ქრისტე რო ღმერთია, პირველ რიგში, გახსოვთ როგორც ამაღლების წინ ვარიგებს, პირველ რიგში ეს უნდა დამოწმდეს ჩვენ შინაგანი იერუსალიმში, პირველი მოწმობა აქ არის და მერე ამის მერე ჩვენ უნდა ვიყოთ მოწამე მთელი ქვეყნიერების წინაშე. ამიტომ ქრისტეს მოწმობა, ქრისტე რომ ღმერთია, ჩვენს გულში უნდა გამტკიცდეს, დამოწმდეს და სული მოწმობს, სულიწმინდა ღმერთი გვიმოწმებს ამას ჩვენში და მერე ჩვენ სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობით ვუმოწმებთ დანარჩენ სამყაროს. ამას ნიშნავს ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. და თუ ვინმე ფიქრობს, არა მესაც შემიძლია ეს, პავლე მოციქული კიდევ ერთხელ გვაფხიზლებს და გვეუბნება, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი. შეუძლებელია იყო ქრისტიანი და არ იყო მისიონერი. გარკვეული უნარჩვევებით, რომელსაც ღმერთი გაძლევს და პირველ რიგში ეს მისიონერობა ვლინდება შენს შინაგან მდგომარეობაში, რომ აი შემოგხედავს ადამიანი და იტყვის, რომ არა, ქრისტიანებთან ღმერთი არის, იმიტომ რომ აი ეს ასეთია. გესმით? აი ეს არის უპირველეს ყოვლისა და ეს ვალდებულება გვაქვს ყველას აბსოლუტურად. მარადისობისათვის მაცხოვრებელ ადამიანს, ანუ ქრისტესათვის მაცხოვრებელ ადამიანს შეუძლებელია, რომ არ ეტყობოდეს, რომ ის შიგნით ნათელს ატარებს. ჩვენი უფლის იესო და ეს რასაც მე ჩამოგითვლით, ეს არის ის მხარე ჩვენი ნამდვილი სულიერი ცხოვრებისა, რითაც მოწმდება, რითაც ვმოწმობთ, რომ მოწოდებული ვართ ნამდვილად და სიწმინდეს ვატარებთ და არა ვართ ღვარძლი. ასეთი ცხოვრების წესი თუ გვექნება, მაშინ ეს ერთგვარი პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ღვარძლი არ ვიყოთ. ანუ ეშმაკმარ ჩათესოს ჩვენში ის უბედურება და ღვარძლად არ გადავიქცეთ. და კიდევ ერთი აუცილებელი თვისება, რაც უნდა გქონდეს, აგზელებს პავლე მოციქული, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში. ანუ მუდმივად უნდა იყო უფალთან შეხვედრის მოლოდინში. ეს შეხვედრა ლოცვის დროს, ევქარისტიული მსახურების დროს, განმარტოების დროს, ნებისმიერი საქმის კეთების დროს, სიკვდილი, ანუ გარდაცვალების დროს და თავად უფლის დაბრუნების დროს. მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რომელიც მუდამ აი ეს ფორმაში გამყოფებს სულიერი თვალსაზრისით და არასოდეს არ გძინავს. მესმის ახლა ძალიან ზემოთ ავდივართ ჩვენ, მაგრამ არასოდეს ეს არის ღვიძარებისა და სიფხიზლის სათნოების, მუდმივი გულის სიტყვების მუდმივი კონტროლის, საკუთარი თავის მუდმივი შემოძახების რეჟიმში, დისციპლინის, პროგრამის აღსრულების, მუდამ გულმხურვალების, სულის დუღარების, მოუკლებელი ლოცვის, მარადიული სიხარულის რეჟიმში იმყოფება ადამიანი, ნუ გეშინიათ არ დაიღლებით, იმიტომ რომ ღმერთი გაგაძლიერებთ თავისი ენერგიით. ეს არის მდგომარეობა მუდმივი მოლოდინისა. თორე თუ ეს რაც ჩამოვთვალე არა, ადამიანი იძინებს, ადამიანს ავიწყდება. ფიზიოლოგიურ ძილს კი არ გულისხმობ. აი სულიერად იძინებს, ადამიანს ავიწყდება და ისე მოგვიკაკუნებს, გარდაცვალება თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. და მეცაც გეტყვით, როცა უფალი ჩვენს გულს შეეხება, ვერც ვიგრძნობთ და თუ ვიგრძნობთ, ვერ შევინარჩუნებთ მას. იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვექნება უნარჩვევები მასთან ინტენსიური კომუნიკაციის. რომელი და ეს მოლოდინი, ქრისტეს მოლოდინი, გამოცხადების მოლოდინი, უფალთან შეხვედრის მოლოდინი, ღირსი არ ვარ, მის მცნებებს ვერ ვასრულებ, არ მიყვარს ჯერ როგორც საჭიროა, მაგრამ აქეთკენ მივისწრაფი, ჩემი მიზანი იესო ქრისტეა, მე სხვა რამის გამო, არა თუ აქ არა ვარ, არა თუ სხვა რამის გამო არ დავიბადე. უბრალოდ სხვა რამის გამო არც სუნთქავ, მხოლოდ იმიტომ სუნთქავ, რომ იესო ქრისტესთან შეხვედრის იმედი და მოლოდინი მაქვს. და როცა ადამიანი აი ასე ცხოვრობს, ესეთი მდგომარეობა მე ამბობს პავლე მოციქული, განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე. ნახეთ, ბოლომდე არის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
სადაც ჩვენი პასუხისგებლობა, მე უკვე ღმერთის ხელში გადავდივართ, რომ გარდავიცვლებით. ბოლომდე რათა რა უმწიკლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. ანუ ღმერთთან შეხვედრა რომ მოხდება ჩვენი გარდაცვალების მერე, ან უფლის დაბრუნების დროს, ვიყოთ უმციკლო, ანუ არაფერი არ იყოს ისეთი, რაც მე განმაშორებს აბსოლუტურ სიწმინდეს, აბსოლუტურ სიყვარულს, ნამდვილ სიცოცხლეს, ჩვენთვის მოსულ, ჩვენთვის მომკვდარს, ჩვენს მიერ შეყვარებულ ტკბილ იესო ქრისტეს. არაფერი აღარ უნდა იყოს ჩვენში ის, რაც მას არ უყვარს, რაც მას არ სურს, რაც მისი ნების საწინააღმდეგოა. აი ესეთი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი, მხურვალე, დინამიური სიცოცხლის აღსავსე, რომელიც მოგცემს სიკეთეს, სიცოცხლეს, ბედნიერებას, სიხარულს და მხიარულებას. ეს ყველაფერი იქნება ქრისტე იესოში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.